ამასობაში ბლისები შემომლევია. წალკაზე რო ვითევზავე ქორჩილაზე, იმის მერე ბლისები ვერ გამოვიყენე, ტექნიკური ტრავმა მქონდა, ასე ვთქვათ. ერთი თვე არ მითევზავია მოკლედ. ხოდა ბლისები კარგად ვწყვიტე, ხოდა. ეს კრეიზის ძველი ყანყალები. ხოდა შევასოთ მარაგი. ესეთი აქტუალური ფერია, ჩემი აზრით, ქაშაპზე. ესეთი ხოჭოსფერები რა. ესეთი ხოჭოსფერები გვექნება. ნახოთ, ბევრი ფერი გვექნება, რა ვიცი. ხო, ნუ ესეთი გერმანია კლასიკა. 36 ფერი იყო კრეიზიში ესეც. რა მოკლედ. ფერთა პრიორიტეტები გამოჩნდება. გამოჩნდება თეს ახასიათი ექნება. მაგრამ მე ვფიქრობ ეს ხოჭოები ქაშაპზე მაინც მუშაობს უკეთესად. მოკლედ ქაშაპი მექნება დღეს ვიდეოში, მენიუში. ქაშაპი იქნება. ესეთი ლამაზი ყურია პატარა. დავიწყოთ აქედან. პროგრამიანი ალფათი ვითევზავებ. 2500-იანი კოჭა 04 აქეთ დიდი კლდეები. აქეთ ბუჩქები, ქაშაპი სამფლობელო. წესით უნდა იყოს. გუშინ ქონდა კაი ზომები ვიჭირეთ. ხოჭოთი დავიწყოთ. დავიწყოთ ხოჭოთი. ქაშაპს მოწონს ხოჭო. კარგად დაარტყა ბიჭო. ეს ჩვენი პირველი თევზი. არა, 9 კილომდე ალბათ. ქაშაპუნა. ქაშაპუნა გაიწერა, მოდი ჩემთან. ესეთი გაიწერა ქაშაპი. ხო, ესეთი ყალა. ხა გაგიждდება და უნდა ვივაშკაცო, რომ არ გამექცეს ხელიდან, თორე ჯოხს გამიტეხავს. ადი, თევზს უშვებ, რა თქმა უნდა. ქაშაპი. გემონდოლი თვისებებით არაფრით არ გამოირჩევა. ნუ სპორტული დანიშნულება უფრო აქვს ვიდრე ჩემი აზრით. ეს ადგილი დუმს. იცებში გუშინ წინ ბიჭებმა კარგად დაბომბეს, იჭირეს ბევრი. ეტყობა დაიპრესა. დაიჩხლიტა ეტყობა. ნუ ადგილები ლომათა აქ ასე რომ ჯობია შევიცვალო და აქტიური თევზი ვეძებო ხა ამის. თუმცა სილიკონით ალბათ შეიძლება დაჭერა. ხო წარტყმა. მაგრამ ყანყალაზე დარტყმა სულ სხვაა და მერჩენია ყანყალაზე ვითევზა. აშეწრე ხეებია, ტოტებია. ასიური დაჭვლეტილი ეძახე, მაგრამ ერთი ბომბორა მაინც გავაბითურე.
მოდი ბომბორ მოდი. კაი ბატონო, საცა არასჯობს, გაცლას ჯობს, ასე ვიცით ჩვენ. ძებოთ აქტიური თევზი. ესე იგი, ეხლა უნდა დავუარო ნაპირებს. ხაშაპი ძირითადად აი ამ ბუჩქნარში ცხოვრობს, ნაპირებთან ახლოს. ამ მეთოდს ესეთი თევზაობისას ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტის როლა. ენადამება. ზუსტის როლა. საკმაოდ ახლოს თუ არ ჩაუგდე ტოტებში, შეიძლება არა იყოს საერთოდ. არ არის აგრესიული, გამაძღარია, ბომბორა ხაშაპები. აი მასავით კალმახივით არ დაძდებს სატყუარას. ამიტომ ზუსტის როლა და ყապ აი ესეთი დაცემა ყანყალი სატყუარი ზოგადად დაცემა ძალიან მაგრამ მოქმედებს რა, ძალიან მაგრამ მუშაობს. ეხლა ნახავ თუ შემიძლია ღუზის გარეშე გავიარო დაზვერვითი თევზაობით თუ 1-2 მოზრდილი იქნება, შემიძლია ღუზა ჩაუშვა მერე. ასე რომ 1-2 საათი მაქვს ბიჭები სანამ გაიღვიძებენ წინავთ ყაროში. დავით რა. ეს ხე საინტერესოა. ხესთან მივალ. ცოტა შორიდან რო არ დაფრთხეს. აპონი დაეცა. ვინც ხათოა გამოგვეხმაურება. ბოლომდე გატარებას აზრი არა აქვს, რამოდენიმე მეტრი. მე ამოხდება თავიდან სროლა. ეს პრინციპი მუშაობს ხაშაპზე. ცოტა ახლოს. ცოტა ახლოს მეთქი, მაგრამ აიხო. აი, ჩაუშვათ ღუზა. ხაშაპუნაში. ხაშაპუნაში. მოზდილია. აი ბომბურა. არ კონდა ეგეთი დარტყმა. არ გაიჩენს. კი ბატონო, ტროფეია. ეგრევე 10 წუთში ტროფეი დავსი. ეს იქნება 50 პლუსი ალბათ. მას ჩუგამბადე უნდა ბაბა. ესე ამის ამოყანა არა ადვილი. არავინ არ გავაღვიწოთ წყნარად. ჯუმად არვინ გაგვიგოს. სატყუარა. აი ესეთი ყანყალა. ესეთი. ნახე. ნუ. ზოგადად ხაშაპი გუნდური თევზია. კაცრო ბიჭო. და თუ დგას, ამდენიმე დგას ერთად. პატარა. ეს ერთი დედა იყო და შვილებია. ახლა მე თვითონ ამ თევზაობაზე ესეთი მითები დამემსხვრა, ასე ვთქვათ. ესეთი პატარა ზომის ხაშაპი ამ ყანყალაზე იჭირება მშვენივრად. აი მსხელა ყანყალაზე მშვენივრად იჭირება.
წატყმა არის. Პატარა ესეც. პატარა რა არც ისე დიდია. ხელში აყვანა არ უნდა. გაიწვირა. ეთი. სნელი, წავუცაც უნდა. პატარა. არა, ეს ზონები არ გვაწყობს, მეგობარო, რა არის ხა ეს? ეს რა არის? ნახო ცოტა უჩქნარში. ძალიან ხშირად ვარდნაზე იღებს, ჩავარდება თუ რა მიახტება გიჟივით. და თუ არა მე გატარებაზე 1-2-3 მეტრა და მე უკვე ზეით 1000 არა აქვს. ესეთი ტაქტიკა გვექნება დღეს. ერთიც და დგას, მაგრამ პატარებია. აიცა. ჯობია ენა გაუქმო. ნემსკავებს და უფრო ადვილი იქნება გაშვება ჩემი აზრით. ეს მაინც უშვებ, რომ ენას გავაუქმებ. გასთევზი, მაგრამ ისე არა როგორც საჭიროა. მშობლიური გერმანია. ლამაზი აქაურობა, თანდილა, სიწყნარია. ეს იჭირება, მეტი რა გვინდა? მეტი რა გვინდა, ბიჭო? მოდი. ესეც საშუალო ზომა. გაველაზე ცოტა მეტი. ესეთი ზომიერი ქაშაპი. დიბადარა. დიბადარა. გაიწვირა. ტრიპლისი. თეთრი ძალიან კაია. ვიზუალის ამბავში ხედავ. სად ვარდება, აკონტროლებ ძალიან ადვილად. მუქი ფერები. ტყის ფონზე არ ჩანს და ორი ცალი ჩავწვიტე რაღაც ტოტებში. კაცურა არა, მოდი ჩასწრებო. რა შეიტანა სადღაც.
შეგაიძვერა, სადღაც შეიტანა. ხის ქვეშ შეძრა. ორე შენ ჩემი თეთრი ბლისი არ დამიკარგო, შეგაიძვერა. გაიზომაიყო. სუპერ ჩაგდება. რა რადგინდა? თევზი არ არის. აი ჩამოწოლილი მეწყერი სადაც არ ჩამოწოლილი ხეებია ძირითადად ჩამოტანილი და ეგეთ ჩახერგილ ადგილებში უყურს ყოფნა ქაშაპუნას გაიძვერას. ანეკდოტები ყრია რაღაცეები, საინტერესო ადგილი ჩანს. ახლა რამდენიმე გატარება, თუ არის გამოჩდება, თუ არა და გავაგზავნებთ ადგილს. ეგრევე რეაგირებს ვარდნაძეს გიჟის. მოზდილები აქ, მგონი მოზდილები უნდა იდგეს. კაი ბომბორა. კაი. ახლა ეს ნემსკავის გამოძრობისას გაგიჟდება. ამიტომ ცოტა ფრიქციონს მოვუშვებ და უცებ მოვაძრობ. ეგრე გავუშვათ. ესეთი მოდი ამაზეც გავაუქმებ ხა ენას. სამკაოსე რომ ადვილად გავუშვა. კარგად მუშაობს ეს ყანყალა და აღარ შევცვლი. კარგია. აქისა ადიაკ. ეში არ შემიძლია გაიწერა. კაი ბომბორა. ადი ბომბორი კომოდი. Жаридия гайс, ма? Скаймо стилия. Чем кош საკმაოდ ღრმა არის და მეზარება გუზის ჩაშვება. იმიტომ ესე დავარეგულირებ. იქნებ ღირდეს გუზის ჩაშვება, ლეო. Op. Karavani მოყვება. აი. ვარ დავაფრთხოთ. მაინც ჩაუშვი გუზა. ნახოთ იქნებ კიდე მოვატყუოთ. კი, არის. არის. ტრებუნაგი არის.
რა მოყოლოდა 6 წელი დავინახე ესეთი ზომები. აი ზომები მესმის ვაუ. ზომები მესმის ვაუ. შეუსანსლია ანყალა არ ჩანს. ანყალა არ ჩანს. Დგა. განსაკუთრებით არ არის, მაგრამ ოპა, აი გაიძრო. ყველა ჩაგდებასე. ანუ დაფრთხებია. ჩავხსნი ამას. კაპიტა უღია. და იგივე. კარგად მუშაობს. ვიარე პატარები ბევრი შემხდა და დიდის კარავანი აი პირველია ეს გუნდი დიდების გუნდი პირველად ნახე დღეს გუში ნახეთ რამდენიმე მე დავასწრებ თუმცა ერთი სიამოვნება ესეთი ზომის ქაშაპრის ჭერა გათავდა ეხება ხოლმე იცვლის ადგილი შეიძლება გვერდით იყოს ან შეიძლება ფერის შეცვლა უშველოს ნახოთ არის სტანდარტები რა, ნახევარი კილო ეთი ზომებია. აბა ცოტა წერად ნახოთ. ცოტა სეგმენტში დიდმა აიღო. ცოტა ვაცადე ჩაძირვა და მოდილია უფრო. კაშაპების 64-ია.
Netzqnerdi. Xatsati. სიღრმეში ჩასულა გაიძვერები და ირონიდან ვიჭერ ცოტა რაც დიყან ყალას ჩაძირვას იო გამკრა ნემსკავი გამკრა Όλοι ადგილია. დინჯათა იყო. ხო, ნუ აი დინარეზე რო გიჟივი თუ რყავს ეგეთი დარტყმა აქ არა, იშვიათად უბრალოდ აქვს, მაგრამ ძალიან იშვიათად არა. ამეროდ მე კარგად ჭიდაობს. Давай მიარტყა ხელა გიჟია. ძალა მოეცა. მეორე ხანია გაიხსნა. ვარდნაზე წაარტყა. მოყვება. ადი. კაცრა. გაიწერა კაცრა. ეს ხოჭოს ფერზე გადავედი ხა. არის ჩარტყმები და რაღაც არის აბა ნახოთ. ფერის ცულა თუ იმუშავებს Κατάσταση λαμβάνω. Τους αντράκ, άρα, κυρά. Ό,τι παγκόρα μου, ό,τι. Ό,τι παγκόρα. ფერის თვალება მუშაობს. ორივე კაი ფერია აშაპისთვის, თუმცა როცა ეჩვევა ფერს, მე ფერის შეცვლა ყოველთვის სამართლებს. ცერკი ცოტა პატარა. კაი, დამსვენა.
დამასვენა. დინჯი ქაშაპი. დინჯათ აიღო. დინჯათ მოდის. ოპ. მოდილია. მამა ქაშაპი. ჯოხი მუშაობს. შანსი არა გაქცევის. კარგია. მათი ჩოკაპატი დავიყვანო რა ხარიწვალო. შესანიშნო იზომა. Bombora. არიცი ამდენი დავიჭირი არც დამითვლია. აი 10-ზე მეტი უეჭველი დავიჭირი მოსდილები. აეწვა. დაკასა. ოჩე წაკრინა და აიზომა. ცუდი რომელი იყო რა. ეს მოსტილებია. რაღაც კილო ნახევრიანია რა. აბა კიდე შევცვლი ფერს ახლა ესეთი აგრესიული აქედან აი ეს ხოჭოს ფერი. ეგრე პირველივე ბიჭო. მომბორა. ეჩვევა ფერს რა. ეჩვევა ფერს და შეცვლა მუშაობს მაგრად. თან კაი ზომა. მეგონი ეს ამ ადგილის დედა. ამ ადგილის დედას გავს. თუ გვერდზია, არა, კაი ზომა. კაი ზომა. დედა ქაშაპი. Bombora. Aizoma. გამამაძაღდა, გამაიმუნდა. უფრო მე მგონი რომ დაფრთხა, იმიტომ რომ ტოტზე შემოეხვია სატყვა. ჩაწყვეტა დამენა და მივიცურე და გამოვედი უკან. ერთი ჩარტყმა იყო და სულ ეგ იყო. თან მოკლედ წასვლის დროც არის. და ეს ფერები მუშაობდა. ჩანს კადრებში რომ ძალიან კარგად იჭირა ამან. ერთ-ერთი კაი ვარიანტია ეს ფერი. მე რო გაპასიურდა ხოჭოზე გადავედი. ანუ ფერის ცვალებადობა მუშაობს რა. ხოჭოს ფერი ძალიან კარგად მუშაობდა ჩანს. ამაზე გუშინ ვიჭირე სხვათა შორის, ესეც ხოჭოს იმიტაცია, ცოტა სვანაერი. გერმანიაზე ეს ფერები არ გამომიყენებია, გერმანიაზეც გვდა დაჭერა და ეს ძალიან კაი ფერია ესეც. ესეთი კონტრასტი.
უკვე წასვლის დროცაა და ავალ გავისეირნებ ბიჭებს ნახავ. ცოტა პუშტავთ. აღჭურვილობა თავიდანვე ვთქვი და კი ჩანდა კადრში რაც იყო, პროგრამიანი ალფა. სავსებით საკმარისია, სადღაც 2 კილომდე იქნებოდა ალბათ მაქსიმალური თევზი. ძალიან კარგად ამუშავებს. არცეც არ ქონია საშუალება რომ ხეებში და სადმე ეგეთ ეკალბარჩი შეესტრო, იმიტომ რომ ჯოხი ძალიან კარგად ამორტიზირებს. 2500-იანი კომპლექსი კოჭა და დიეზი 04 წნული. ეგეთი ამბები. წავედი. კარგად მეყოლეთ. კაი თევზაობები თქვენ. კაი თევზაობები მე.